ტრანსექსუალებზე რამე თუ ქსვენია. არა, ქალები მამაკაცები. როცა სრულიად უცნობი მამაკაცი შეიძლება დედაშენი აღმოჩნდეს, ან მიმზიდველი დამლაგებელი ქალიშვილი მამაკაცი ყველაფერი თავდაყირა ბრაზილიურ საპნის ოპერას ემსგავსება. თუმცა ეს არც პედრო ალმოდოვარის უკანასკნელი ნამუშევარია და არც თეატრალური სატირა ტრანსექსუალებზე. ინსტინქტი. სწორედ ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც თანამედროვე ფრანგი დრამატურგების ჟან-ჟაკ ბრიკერისა და მორის ლესეგის კომედიის მიხედვით რეჟისორმა ოთარ ეგაძემ დადგა. ოპერაცია, აკეთ, ტრანსექსუალიზმი, შეცვლა სქესის და არტისტის ძალიან ისეთი მასალაა, ძალიან მდიდარი. მოგხვდებით, იმიტომ რომ არ უნდა დაკარგო შუალედი იმისა ქალსა და კაცს შორის, რომ არც გადახვიდე ესე ვთქვათ ძალიან ნაზია, არ დაკარგო კაცი, იყო თან დედა, თან ინსტინქტი, მთელი კასკადია, ასე ვთქვათ, ფერების. ჩემი გმირი არის ჟასანტი, მოახლე გოგონა ფრანგულ ოჯახში. გამოირჩევა იმით, რომ არის ძალიან მომხიბვლელი და რაც მთავარია, ყველა მამაკაც ებრანჭება, ეს არის ყველაზე მთავარი. ოჯახის წევრები არიან, ეს კი მამა და შვილი და ორივე მათგანი საყვარელია. სიუჟეტი მარტივია, ბრაზილიური სერიალივით ჩახლართული და ფრანგულად დამაინტრიგებელი. ახალგაზრდა ლუი მამასთან მარტო ცხოვრობს, დედა არ ახსოვს და ამერიკიდან პოლკოვნიკ ფრენკ ჰარდერს ელოდება, რომელიც სინამდვილეში შეიძლება 20 წლის წინ გაუჩინარებული დედაც კი აღმოჩნდეს. სპექტაკლი ინსტინქტი პირველად 8 წლის წინ ვაკის თეატრალურ სარდაფში დაიდგა. თუმცა მთავარი როლის შემსრულებელი დავით გიგოლიშვილის სპექტაკლში საკუთარი გმირივით ამერიკაში გაუჩინარდა. მას შემდეგ ინსტინქტი ვაკის თეატრალურ სარდაფში თეატრალურ დასს ხშირად აღარც უთამაშია. საერთოდ ეს აქცია ილეონის თეატრმა ჩაიფიქრა ეგეთი აზრის გამო, რომ ბატონი დავით გიგოლაშვილი ჩამოვიდა ამერიკიდან და გადავწყვიტეთ, რომ ეს სპექტაკლი აღვედგინა. პირველად ინსტინქტი როგორც თეატრალური პროექტი საფრანგეთის ტელევიზიის პირველი არხისთვის შეიქმნა. სპექტაკლი მალევე იქცა ჰიტად და პარიზის მარინის თეატრის მცირე სცენაზე გადავიდა. მას შემდეგ წარმოდგენას დღემდე დიდი წარმატებით თამაშობენ. 2003 წელს კი სპექტაკლის პირველ ვერსიაში დავით გიგოლიშვილთან ერთად დუტა სხირტლაძე, ბაია დვალიშვილი, აჩიკო სოლოგაშვილი და ნანკა კალატოზიშვილიც თამაშობდნენ. თუმცა სპექტაკლის განახლებულ პრემიერაზე ძველი მონაწილე მსახიობებიდან მხოლოდ 3 მათგანი ითამაშებს. აჩიკოც თამაშობდა, სოლოგაშვილი, ნანკა თამაშობდა, მე მაკუნა შემოვიდა, მე დათუნა გოცირიძე მანამდე და რაღაცა და ეს მონაცვლეობა იყო. მე დათუ წავიდა გიგოლაშვილი სკოლის კი წავიდა ამერიკაში, ისევე როგორც ჩვენი მისი პერსონაჟი მიდის, ოღონდ 20 წლით არა 7 წლით დაბრუნდა და შესაბამისად შარშენ და რაღაცა მოხდა ისე რომ მოდი ვითამაშოთ და მოდი. წინა საპრემიერო ჩვენება დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე სპეციალურად ჟურნალისტებისთვის გაიმართება. უკვე ხვალიდან კი ინსტინქტის ნახვა ყველამ სურვილს შეეძლება.